უკრაინის საშუალო მანძილის კამპანია 2026 წელს გამწვავდა. ფრონტის ხაზის მიღმა ათეულობით მილზე უკრაინა ანადგურებს რუსეთის სარდლობის პუნქტებს, ლოგისტიკას და ბევრ სხვა ობიექტს. ეხლა კი აშთშ უკრაინას გადასცა ტექნოლოგია, რომელიც ამ კამპანიას შეუჩერებელს გახდის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთი უძლურია რომ შეაჩეროს ეს და თუ უკრაინა სწორად გამოიყენებს ამ ახალ ტექნოლოგიას, მას შეუძლია ყველა ის რუსული იარაღი, რომელსაც დაუმიზნებს, წამებში მთვრად აქციოს. ჯეიდამები მოდის. ან იქნებ უნდა თქვათ, რომ კიდევ უფრო მეტი მოდის. 5 მაისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა პრეს-რელიზი, რომლითაც დაადასტურა, რომ მან დაამტკიცა ჯეიდამ იარების, ანუ გაზრდილი სიშორის ჯეიდამების, უკრაინისთვის შესაძლო მიყიდვა. ეს მცირე გარნიდვა არ არის. უკრაინა დახარჯავს $373.6 მილიონ, რათა მიიღოს საშუალო მანძილის გამანადგურებლები, რომელსაც აშშ აწარმოებს. ამ თანხაში უკრაინა მიიღებს 1200 KMU, 572 JDM-ის კუდის კომპლექტს და ასევე 332 KMU, 556 კუდის კომპლექტს. გარდა ამისა, აშშ მიაწვდის ყველაფერს, რაც უკრაინას სჭირდება იმისთვის, რომ ეს კუდის კომპლექტები გამოიყენოს ბომბების რუსული ტექნიკის გამანადგურებლებად გადასაქცევად, როგორც უკრაინას სჭირდება. FMU-ას 39-ის ამფეთქებელი სისტემები ამ შეთანხმების ნაწილია, ისევე როგორც სათადარიგო და სარემონტო ნაწილები. ჯეიდამის დამხმარე აღჭურვილობა, იარაღის პროგრამული უზრუნველყოფა, დოკუმენტაცია და მიმდინარე ტექნიკური და ლოგისტიკური მხარდაჭერა. აშშ აქ მხოლოდ იარაღს არ ყიდის. ის ყიდის სრულფასოვან თანამშრომლობას, რათა უკრაინის ჯეიდამ იარები მაქსიმალურად ეფექტური იყოს ბრძოლის ველზე. აშშ არ მორიდებია ახსნას თუ რატო დაამტკიცა ეს გაყიდვა, რადგან ის უკრაინაში ჯეიდამებს განიხილავს როგორც საშუალებას საკუთარი საგარეო პოლიტიკის მიზნების უზრუნველსაყოფად. ეს შეთავაზებული გაყიდვა მხარს დაუჭერს შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების მიზნებს პარტნიორი ქვეყნის უსაფრთხოების გაუმჯობესებით, რომელიც ევროპაში პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური პროგრესის ძალაა, ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-რელიზში. რაც შეეხება უკრაინას, ის იღებს ზუსტად იმას, რაც ახლა სჭირდება აშშ-უსგან, იარაღს, რომლის გამოყენებაშიც მას უკვე აქვს გამოცდილება, რომელიც შეიძლება პირდაპირ შეიტანონ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში და დაუყოვნებლივ შეასრულოს როლი იმ საშუალო სიშორის სტრატეგიაში, რომელიც უკრაინამ შეიმუშავა რუსეთისთვის 2026 წელს. სწორედ აქ ხდება ყველაფერი, მართლაც სერიოზული რუსეთისთვის. დარჩით ჩვენთან და აგიხსნით რატო. დამატებითი დეტალები მოდის News Sky-დან, რომელიც განმარტავს, რომ აშშ-მ Boeing-ი დაასახელა მთავარ კონტრაქტორად, რომელიც დაამზადებს ჯეიდამის კომპლექტებს, რომლებიც უკრაინაში გაიგზავნება. Boeing-ს ამ მიმართულებით არ უნდა კონდეს პრობლემები. ჯეიდამები უკრაინაში უკვე რამდენჯერმე გაიგზავნა. პირველი პარტია კი ჯერ კიდევ 2023 და 2024 წლებში გადაეცა. მათი მაღალი ეფექტიანობა დადასტურდა, სწორედ ამიტომ სურს უკრაინას მათი მიღება. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ომის განმავლობაში ჯეიდამების გამოყენებით უკვე 180-ზე მეტი მნიშვნელოვანი ობიექტი განადგურდა. და ისინი აუცილებელია, რადგან უკრაინის ფრინავებს აძლევს შესაძლებლობას გამოიყენონ დისტანციური საბრძოლო მასალა, რომელიც საკმარისად დიდი მანძილიდან შეიძლება გაუშვან, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ ის რისკი, რომელსაც ისინი შეტევისას აწყვდებიან. არსებობს მხოლოდ ერთი მცირე შენიშვნა, რაც ჩანს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოყენებულ ენაში. ამჟამად სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაამტკიცოს უცხო ქვეყნისთვის შესაძლო სამხედრო გაყიდვა. ეს არის ზუსტი ფორმულირება და სიტყვა შესაძლო აშშ-ს გარკვეულ მანევრის საშუალებას აძლევს. საბოლოო ნებართვა ჯერ კიდევ საჭიროა, სანამ გაყიდვა საბოლოოდ დამტკიცდება. ამჟამად გაყიდვაზე ამ ეტაპზე თანხმობა უკვე გაცემულია. თუმცა დამატებითი ტექნიკური დეტალები, მათ შორის საბოლოო კონტრაქტის ხელმოწერა, წარმოების ორგანიზება და იარაღის უკრაინაში გადაცემის მეთოდის განსაზღვრა, ყველა ეს საკითხი დასამტკიცებელია. სავარაუდოა, რომ არაფერი შეუშლის ხელს საბოლოო ნებართვის გაცემას. აშშ-ს უკვე ჰყავს არჩეული კონტრაქტორი და ისეთი საკითხები, როგორიცაა ჯეიდამის წარმოება და უკრაინაში გადაცემა, უკვე ადრე მოგვარებულია, ასე რომ შესაბამისი პროცედურები უკვე არსებობს. თუმცა ჯერ კიდევ არსებობს რამდენიმე მცირე ბარიერი, რომელიც უნდა გადალახო. უკრაინა მზად იქნება თანხით, როგორც კი ეს ბარიერები მოიხსნება. და ამისთვის უამრავი მიზეზი არსებობს, რადგან ჯეიდამები დასავლური იარაღებიდან ერთ-ერთი ყველაზე ღირებულია, რაც უკრაინას არსენალში აქვს. უფრო ზუსტად რო ვთქვათ, ეს არის დასავლური კომპლექტები, რომლებიც სხვა იარაღებს გარდაქმნიან და ბევრად უფრო სახიფათოს ხდიან. ჯეიდამი არის კუდის კომპლექტი, რომელიც ედება უმართავ ბომბს და აქცევს მას GPS-ით მართვად ზუსტ საბრძოლო მასალად. სხვაობა, რომელსაც ეს ქმნის, განსაცვიფრებელია. ჩვეულებრივი ბომბით პილოტს მიზნის ზემოთ უნდა გადაფრინდეს, რომ საბრძოლო მასალა ჩამოაგდოს. ეს რამდენიმე რისკს ქმნის. პილოტს მიზანთან ახლოს მისვლა უწევს, რაც მას საჰაერო თავდაცვის ცეცხლის ქვეშ ავენებს. გარდა ამისა, უმართავ ბომბებს ასე იმიტომ უწოდებთ, რომ მათში სიზუსტე საერთოდ არ არის. ერთადერთი სტრატეგია ჩამოაგდო და იმედი ქონდეს და ყოველთვის არსებობს შანსი, რომ უმართავი ბომბი მიზანს ააცილებს, რაც მთელ მისიას აზრს უკარგავს. ჯეიდამები ამ რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. ჯეიდამ-E არის ვერსია, რომელსაც უკრაინა მიიღებს, სპეციალური ფრთების კომპლექტით არის აღჭურვილი, რაც პილოტებს საშუალებას აძლევს ბომბები მიზნიდან 40 საზღვაო მილის მანძილიდანაც კი გაუშვან, როგორც military.com ავრცელებს.
ზუსტი მანძილი შეიძლება შეიცვალოს სიმაღლისა და გაშვების პირობების მიხედვით, მაგრამ მთავარი ისაა, რომ პილოტს შეუძლია დისტანციიდან გაუშვას ბომბი და იცის, რომ მისი ჯიდამი დიდი ალბათობით მიზანს მოხვდება, რადგან მას GPS-ის მართვის სისტემა აქვს. ესეთი სიზუსტე თანამედროვე ომში უბრალოდ სასურველი კი არა, აუცილებელია. და სწორედ ეს აუცილებლობა გახდა მიზეზი, რის გამოც ჯიდამი თავდაპირველად შეიქმნა. 1991 წელს ოპერაცია უდაბნოს ქარიშხლის დროს ამერიკელი პილოტები ძალიან გაღიზიანებულები იყვნენ იმ ბომბებით, რომლებიც მათ უნდა ჩამოეგდოთ. იმ კონფლიქტის დროს თავი ბომბი იყო Payway 2 და ეს იარაღი ნამდვილად არ იყო ცუდი. ვიეტნამის ომის დროს შექმნილი Payway 2 ფაქტობრივად იყო ნაკრები, რომელიც მაგრდებოდა Mark 80-ის ან სხვა უმართავი ბომბის ცხვირსა და კუძზე, რაც ბომბს აძლევდა საშუალებას გაჰყოლოდა ლაზერის სხივს, რომელიც ან მიწიდან, ან ბომბის ზემოთ ფრენი თვითმფრინავიდან ისროლებოდა. ეს იყო მაქსიმუმი, რაც შეერთებულ შტატებს ვიეტნამში შეეძლო გაეკეთებინა და Payway 2M მართლაც უზრუნოო მეტი სიზუსტე, რაც უფრო ეფექტურ დათმებს აძლევდა საშუალებას, ვიდრე უმართავი ბომბები ოდესმე შეძლებდნენ. მაგრამ როცა ოპერაცია უდაბნოს ქარიშხალი დაიწყო, Payway 2M უკვე მოძველება ეთყობოდა. კომპლექტის წარმოება ძვირიჭდებოდა. რაც შეეხება ლაზერულ დამიზნებას, ის იშლებოდა, როცა ქრიშის ქარიშხლები და კვამლით ჩდებოდა. ორივე ეს პრობლემა კი ერახში ხშირია. ლაზერები ირღვეოდა. Payway 2-ის ბომბები მიზანს აცდენდა. ოპერაცია უდაბნოს ქარიშხალი დასრულდა და ASS-ში სამხედროებმა დაინახეს, რომ სერიოზული პრობლემა ჰქონდათ. საჰაერო ძალების პილოტებს ახალი ბომბის ნაკრები სჭირდებოდათ, რომელიც ბომბებს ყველა ამინდის პირობებში გაუწვევოდა და Payway 2-ზე მეტი არ დაждდებოდა. დედამიწის ორბიტაზე მოძრავი GPS თანამგზავრების ახალი კონსტელაცია იდეალურ გამოსავალს თავაზობდა. ლაზერები აღარ იყო საჭირო, GPS-ით მართვა კი უკვე შესაძლებელი გახდა. და დიდი დრო არ გასულა, რომ ASS-მ შექმნა პირველი პროტოტიპი იმისა, რაც საბოლოოდ JDAM-ად იქცა და ეხლა უკრაინისკენ მიემართება. წლების განმავლობაში საწყისი JDAM-ის კონცეფცია ადაპტირდა, რათა გაზრდილიყო სიზუსტე და უზრუნო ყოფილიყო მეტის ძალის მიტანა 3x3 პოზიციაზე. ინერციული ნავიგაციის სისტემები, ანუ INS, ახლა ერთად მუშაობს JDAM-ის კომპლექტებში ჩაშენებულ GPS დამიზნების სისტემასთან. INS იყენებს მოძრაობისა და ბრუნვის სენსორების კომბინაციას, რათა გამოთვალოს იმ ობიექტის ორიენტაცია, მდებარეობა და სიჩქარე, რომელშიც INS არის დამონტაჟებული. ეს ასწორებს გადახრას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას იარაღებში, რომლებიც მართვისთვის თვის GPS იყენებენ. ასევე ეს ნიშნავს, რომ JDAM-ს შეუძლია მიზნის დაზიანება მაშინაც კი, როცა მტერი იყენებს ელექტრონული ომის სისტემებს, რომლებიც GPS სიგნალების ჩაშლაზეა გათვლილი. JDAM-ები საბრძოლო პირობებში იმდენად არის გამოცდილი, რამდენადაც ბევრი სხვა დასავლური იარაღი არ არის. პირველი კომპლექტების მიწოდების შემდეგ 1997 წელს მათ ჩაუტარდათ მთელი რიგი ტესტები, რაც იმას ნიშნავდა, რომ ASS-მ ჩამოაგდო 450 JDAM. ამ ტესტებმა აჩვენა, რომ კომპლექტი ჩვეულებრივ ბომბებს მიზნისგან 33 ფუტის სიზუსტით ხდიდა ზუსტი იარაღად და რომ JDAM-ებს სისტემური საიმედოობა 95% აქვს. JDAM ასევე საკმაოდ მოქნილია იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში შეიცვალოს. სამიზნის კოორდინატები იტვირთება თვითმფრინავში, რომელიც JDAM-ებს ატარებს, სანამ აფრინდება. მაგრამ თუ ადგილზე სიტუაცია შეიცვლება, მაგალითად, როდესაც უფრო მნიშვნელოვანი სამიზნე გამოჩნდება, კოორდინატების შეცვლა შესაძლებელია ეკიპაჟის მიერ იარაღის გაშვებამდე. რაც შეეხება JDAM ER-ებს, რომელსაც უკრაინა მიიღებს, ისინი მრავალწლიანი მუშაობის შედეგია და წარმოადგენს იარაღს, რომელსაც შეუძლია ბევრად უფრო შორეულ სამიზნეებზე დათმა, ვიდრე თავდაპირველ JDAM-ს შეეძლო. 2000-იანი წლების შუაში გამოცდილი JDAM ER თავსებადია 500, 1000 და 2000 ფუნტიან ბომბებთან, რაც უკრაინას საშუალებას აძლევს სამიზნის მიხედვით შეცვალოს საბრძოლო დატვირთვა. ეს არის მრავალმხრივობის ნათელი მაგალითი. ბომბის კომპლექტი, რომელიც შეიძლება ადაპტივდეს გაშვებამდე ბოლო მომენტამდე და შეუძლია ზუსტი დამანგრეველი დარტყმა მიიტანოს. JDAM ასევე არის კომპლექტი, რომელიც იდეალურად ერგება 2026 წლის სტრატეგიას, რომელიც უკრაინამ შეიმუშავა რუსეთის შეტევის წინააღმდეგ საბრძოლველად. ახლავე აგესნით რატო, მაგრამ მანამდე შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ The Military Shows. თუ არხზე ჯერ არ ხართ გამოწერილი, ეხლა იდეალური დროა დააჭიროთ ამ ხილაკს. ასე რომ JDAM აშკარად შთამბეჭდავია. მაგრამ რატო არის ეს უკრაინისთვის ასეთი მნიშვნელოვანი, რომ მზადაა გადაიხადოს $370 მილიონ მეტი, რათა ხელში ჩაიგდოს ამ ნაკრებების მხოლოდ 1500-ზე ოდნავ მეტი. ფასის დეტალური განაწილება აქ საკმაოდ ბევრს ამბობს, თუ მხოლოდ ნაკრებების რაოდენობაზე დავთვლით. უკრაინა იღებს სუპერ ზუსტ ბომბის ნაკრებს, რომლის თითოეულის ღირებულება ოდნავ ნაკლებია $254,000-ზე. რა თქმა უნდა გავითვალისწინოთ ყველა ამფეთქებელი სათადარიგო ნაწილი და მხარდაჭერა, რომელსაც ASS-შო გარყიდვის ფარგლებში სთავაზობს. ასე რომ რეალური ერთეულის ფასი JDAM ER-ზე ბევრად დაბალია. არასწორად ნუ გამიგებთ, ASS-ში ამ გარყიდვიდან მაინც კარგ მოგებას იღებს. Warzone-ის მიხედვით სტანდარტული JDAM-ის კომპლექტი ASS-ში საჰაერო ძალებს 2021 წელს საშუალოდ $21,000 უჯდებოდა თითო კომპლექტს. JDAM ER-ები უფრო ძვირია ვიდრე სტანდარტული კომპლექტები და შეგიძლიათ დაამატოთ ფასნამატი და ყველა დამატებით ნივთზე დახარჯული თანხა უკრაინის ერთეულ ფასზე. მაინც მთავარი აზრი ისაა, რომ JDAM ER-ები უკრაინას აძლევს შედარებით იაფ საშუალებას გადააქციოს უმართავი ბომბები, რომლებიც სხვა შემთხვევაში პრაქტიკულად გამოუსადეგარი იქნებოდა. ზუსტ იარაღად რუსი ჯარისკაცებისა და სამიზნეების წინააღმდეგ ფრონტის ხაზის მიღმის ხაზის მიღმა.
უკრაინას სჭირდება IAP იარაღი. ქვეყნის ფინანსური მდგომარეობა 4 წელზე მეტი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის შემდეგ განსაკუთრებით კარგი არ არის. Reuters-ის ინფორმაციით 2026 წლის პირველი კვარტლის შედეგებით უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტი 0.5%-ით შემცირდა. ეს მაჩვენებელი ცალსახად ასახავს იმ ეკონომიკურ სირთულეებს, რომელთა წინაშეც უკრაინა დგას, რადგან 2026 წლის ბიუჯეტში 45 მილიარდი დოლარის დეფიციტი ციტიელის. ამ დეფიციტის ნაწილი შემსუბუქდება ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს, ანუ დაახლოებით 105 მილიარდი დოლარის სესხით, რომელიც როგორც ჩანს, საბოლოოდ მიიღებს სრულ თანხმობას მას შემდეგ, რაც ვიქტორ ორბანი უნგრეთში ხელისუფლებიდან წავიდა. ორბანი ბლოკავდა ამ სესხს. ახლა კი ის აღარ არის და უკრაინამ საბოლოოდ უნდა მიიღოს ეს თანხა. მიუხედავად ამისა, უკრაინის რთული ფინანსური მდგომარეობა დიდ გავლენას ახდენს მის 2026 წლის სტრატეგიაზე. უკრაინას სჭირდება იარაღი, რომელიც მინიმალური დანახარჯით დიდ შედეგს მოიტანს. JDAM სწორედ ასეთია. თუნდაც თითოეულზე 254,000 დოლარის ღირებულებით, JDAM უკრაინისთვის უზარმაზარ სარგებელს წარმოადგენს, თუ სწორ სამიზნეებს აერჩევს დასათქმელად. ყოველი სააერო თავდაცვის სისტემა, რომელიც JDAM-ის დარტყმის შედეგად განადგურდება, რუსეთს მილიონობით დოლარი უჯდება. იგივე ეხება სამეთაურო პუნქტებსა და ლოგისტიკურ ქსელებსაც. მაშინაც კი, როცა რუსეთისთვის ხარჯები პირდაპირ არ არის, JDAM IAR-ის მიერ უკანა ხაზის დასუსტება ნიშნავს, რომ არაპირდაპირი ხარჯები რუსეთისთვის იზრდება. ყოველი ჯარისკაცი, რომელიც იღუპება JDAM-ის მიერ მათი ლოგისტიკის განადგურების გამო, კიდევ უფრო ზრდის ხარჯებს პუტინის შეჭრისთვის. ამიტომ JDAM IAR-ები, რომლებიც უკრაინაში უნდა შევიდეს, სავარაუდოდ ძალიან ეფექტური შენაძენი იქნება. საბოლოოდ ეს არის იარაღი, რომელიც საკმარისად ზუსტია იმისთვის, რომ ერთი დარტყმით სამიზნე გაანადგუროს. როდესაც ასეთ სიზუსტე გაქვს, რამდენიმე 1000 დოლარით მეტი დახარჯვა JDAM-ზე, საშუალო დიაპაზონის დრონის ნაცვლად აზრიანი გადაწყვეტილებაა. სხვათა შორის საშუალო დიაპაზონი უკვე რამდენჯერმე ვახსენეთ. დაიმახსოვრეთ ეს, რადგან ეს უკრაინის 2026 წლის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელშიც JDAM-ები მონაწილეობენ. უკრაინის არსენალში მეტი JDAM-ის დამატება იმასაც ნიშნავს, რომ ქვეყნის საჰაერო ძალები მნიშვნელოვნად გაძლიერდა. გახსოვდეთ, JDAM-ები უკრაინისთვის ახალი არ არის. ქვეყანა მათ 2023 წლიდან იღებს და ბომბების კომპლექტები უკვე კარგად არის ინტეგრირებული უკრაინის საჰაერო ძალებში. JDAM-ები ასევე თავსებადია F-16 ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავებთან, რომლებსაც უკრაინა 2024 წლიდან იღებს. იმდენად, რომ სწორედ ამ თვითმფრინავებში გაიარეს უკრაინელმა პილოტებმა სწრაფი კურსები JDAM-ის გამოყენებაში. ამჟამად სხვადასხვა ევროპულმა ქვეყნებმა ერთობლივად უკრაინას 87 F-16 აღუთქვეს და ამათგან მხოლოდ 4 თვითმფრინავი დაიკარგა ბრძოლაში. მეტი JDAM IAR-ის შემოსვლით ეს დასავლური თვითმფრინავები ბევრად უფრო ეფექტურები ხდებიან იმ შეტევითი შესაძლებლობებით, რასაც უკრაინას აძლევენ. ხოდა უკრაინას ხავს 6 მირაშ 2005-ის ტიპის გამანადგურებელი და გავრცელებული ინფორმაციით საფრანგეთი მომავალში კიდევ 20-მდე ასეთი თვითმფრინავის გადაცემას განხილავს უკრაინისთვის. მირაშ 2005-ის ტიპის თვითმფრინავები, რომლებიც უკრაინამ მიიღო, ასევე თავსებადია JDAM-თან. ამ ყველაფერმა, რაც დასავლურ თვითმფრინავებზე კონცენტრირებული, შეიძლება გაგიჩინოთ შთაბეჭდილება, რომ უკრაინის ძველი საბჭოთა პლატფორმები ვერ იყენებს JDAM-ს. მაგრამ ასე არ არის. გენიალური საინჟინრო ხრიკების ხალობით უკრაინა მოახერხა თავისი ზოგიერთი საბჭოთა სისტემის ამერიკულ ბომბის კომპლექტთან თავსებადობა. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ უკრაინული MiG-29 ტიპის თვითმფრინავები ატარებენ JDAM IAR-ს, რადგან არსებობს ვიდეო, სადაც ისინი ამას ზაპოროჟიეს რეგიონში აკეთებენ და ეს ვიდეო 2025 წლის ივლისით თარიღდება. ამ ვიდეომ აჩვენა, რომ უკრაინა იყენებს თავის საბჭოთა წარმოების თვითმფრინავებს დასავლური იარაღის გასაშვებად, რადგან JDAM IAR-ები, რომლებიც MiG-29-ზე იყო დამაგრებული, საბოლოოდ რუსულ სამხედრო გადასასვლელს დაეცა ფრონტის ხაზის უკან. და ეს მიგვიყვანს კიდევ ერთ მიზეზთან, თუ რატო არის JDAM IAR-ების ეს შეძენა ესეთი მასშტაბური. უკრაინამ ზუსტად იცის, რამდენად მომაქტინებელი შეიძლება იყოს ეს ბომბის კომპლექტები. და ეს ნიშნავს, რომ ისინი იდეალურად შეესაბამება დაჩქარებულ საშუალო მანძილის სტრატეგიას, რომელსაც 2026 წელს ვხედავთ. არსებობს კიდევ უამრავი დადასტურებული შემთხვევა, როდესაც JDAM გამოიყენეს რუსული ძალების წინააღმდეგ. მაგალითად, იმ MiG-29-ის შემთხვევა, რომელიც ახლახან გავაზიარეთ. მოდით სწრაფად ჩამოთვალოთ რამდენიმე მათგანი. 2024 წლის მარტში Defense Express-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ JDAM-ები გამოიყენა ხერსონის ოლქში, რუსული სარაკეტო და საარტილერიო საწყობების გასანადგურებლად. იმ დათქმაში ასევე მონაწილეობდა უკრაინის 38 ცალკეული საზღვაო ქვეითა ბრიგადა, რომელმაც JDAM IAR-ის გამოყენებით გაანადგურა სამეთაურო პუნქტი. გამოცემა ვარაუდობს, რომ ეს ბომბი სავარაუდოდ MiG-29-დან იქნა გაშვებული. დაუბრუნდეთ 2025 წლის თებერვალს და უკრაინამ მნიშვნელოვანი მიღწევა აღნიშნა, რადგან გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც წარმატებით გამოიყენა JDAM IAR-ის 1000 ფუნტიანი ვერსია რუსულ სამიზნეებზე შეტევისას. ამჯერად ბომბებს საბჭოთა პერიოდის Su-27 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი ატარებდა, რაც გვიჩვენებს, რომ JDAM თითქმის სრულად არის ინტეგრირებული უკრაინის საჰაერო ძალებში, როგორც ნებისმიერი დასავლური იარაღი. იმ დროს არსებობდა ვარაუდებიც კი, რომ ბომბი, რომელიც უკრაინამ გამოიყენა, თავად უკრაინაში იყო წარმოებული და არა აშშ-დან მოწოდებული, რაც ნიშნავს, რომ უკრაინა ასევე სწავლობს, როგორ გახადოს JDAM-ის კომპლექტები თავსებადი იმ მრავალ უმართავ ბომბთან, რომელიც მის არსენალშია. და სულ რამდენიმე თვეში ამ აღმოჩენის შემდეგ უკრაინა კვლავ იყენებდა JDAM-ებს.
ამჯერად დონეცკის რეგიონში განხორციელებულმა დუმა დათმამ რუსული ბატალიონის სადლობის პუნქტი გაანადგურა, ითხოვინება მილიტარნი. კიდევ ერთხელ სწორედ Su-27-მა გადაიტანა ბომბები და დათმა იმდენად ზუსტი იყო, რომ მოახერხა კონკრეტული შენობის განადგურება საკმაოდ მჭიდროდ განაშენიანებულ ურბანულ ტერიტორიაზე. ყველა ამ დარტყმას ერთი საერთო აქვს. ისინი მიზანში იღებდნენ ოკუპირებულ რეგიონებში მდებარე ობიექტებს უკრაინაში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინის მიერ ჯეიდამების ადრეული გამოყენება წინამორბედი იყო საშუალო მანძილის კამპანიისა, რომელიც ახლა უკვე წარმოუდგენლად ინტენსიურად მიმდინარეობს. 2024 და 2025 წლებში უკრაინამ ცალკეული დარტყმები განახორციელა რუსულ პოზიციებზე ფრონტის ხაზის მიღმა. ეხლა ეს დარტყმები სრულფასოვან სტრატეგიად იქცა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაინამ საშუალო მანძილის დრონები შეიმუშავა, რაც საშუალებას აძლევს მას ხარჯთეფექტიანად გაუმკლავდეს რუსულ ტექნიკას, სარდლობის პუნქტებსა და ლოგისტიკას ახლო ზურგში. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიხედვით, საშუალო მანძილის დარტყმები, ანუ შეტევები, რომლებიც 20-დან 150 კილომეტრამდე მანძილზე ხდება, აპრილში ორჯერ გაიზარდა მარტის მაჩვენებლებთან შედარებით. ციფრები კიდევ უფრო შთამბეჭდავია თუ შევადარებთ იმას, რასაც უკრაინა თებერვალში აკეთებდა, რადგან აპრილში უკრაინამ 4-ჯერ მეტი საშუალო მანძილის შეტევა განახორციელა რუსეთის ძალებზე. და კიდევ მეტი იქნება, ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლდიმირ ზელენსკი და ამატებს, რომ ეს პრიორიტეტული მიმართულება. რასაც აქ ხედავთ არის სტრატეგიის გაძლიერება, რომელიც სპეციალურადაა შექმნილი იმისთვის, რომ რუსეთი დაასუსტოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ფრონტზე შეტევების სუსტება ამ მიდგომის შედეგად და უკრაინა ქმნის მეტ შესაძლებლობას განახორციელოს ისეთი კონტრშეტევები, რომლებმაც მას საშუალება მისცა 2026 წლის განმავლობაში რუსეთისგან ტერიტორიები გაეთავისუფლებინა. ეხლა ამ ყველაფერს ჯეიდამ იარებიც დაუმატეთ. როცა გაყიდვა საბოლოოდ მწვანე შუქი მიეცემა და 1500-ზე მეტი ახალი ჯეიდამის კომპლექტი უკრაინაში შევა, ნამდვილი ძალა მაშინ გამოჩნდება. ჯეიდამები ასობით ფუნტ ასაფეთქებელ ძალას მიიტანს, დაახლოებით 40-დან 50 მილის მანძილზე. საშუალო რადიუსის დრონები კი უფრო შორს მდებარე რუსულ სამიზნეებს დაარტყმავენ. ეტი ჯეიდამის ჩამოსვლა ნიშნავს, რომ უკვე მრავალშრიანი საშუალო სიშორის დარტყმების კამპანია კიდევ უფრო ეფექტური ხდება. უკრაინამ ზუსტად იცოდა, რას აკეთებდა, როცა აშშ-ოსგან ჯეიდამების შეძენა ითხოვა. ქვეყანამ იცოდა, რა ქონდა მომზადებული რუსეთის უკანა ხაზისთვის 2026 წელს. ეხლა უკრაინა იმედოვნებს, რომ ყველა დეტალი სწრაფად მოგვარდება და ამერიკის ჯეიდამები დროულად შევა ქვეყანაში, რათა მათ გამოყენება შეძლონ და დაასუსტონ რუსეთის გაზაფხულისა და ზაფხულის შეტევა. მაგრამ მხოლოდ თავდაცვის გაძლიერება არ არის ის, რაც ჯეიდამებს უკრაინისთვის ასე მნიშვნელოვანს ხდის. ჩვენ ახლახან ვახსენეთ ტერიტორიების გათავისუფლება. უკრაინა სრულმასშტაბიან შეტევაზე გადავიდა რუსეთის წინააღმდეგ. როცა პუტინის გაზაფხულის შეტევა იშლება, უკრაინა ბრძოლის ველზე ვითარებას ცვლის და შეგიძლიათ გაიგოთ როგორ, თუ უყურებთ ჩვენს ვიდეოს. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი უახლესი იარაღის სისტემების მიმოხილვა, რომლებიც უკრაინაში იგზავნება. მადლობა ყურებისთვის.